გორის მერია ჩინეთში 3 მიკროავტობუსს ყიდულობს. თითო მათგანში 84,000 ლარს გადაიხდის. ჯამში 252,000 ლარი დაიხარჯება და ისინი მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებს მოემსახურება. ეგრეთ წოდებული მარშრუტკების ჩამოყვანას 186 დღე დასჭირდება. გორის მერიას საქონელს კომპანია სენა მოტორსი მიაწვდის. ჩინეთიდან 2 ავტობუსი გასულ წელსაც ჩამოიყვანეს სპორტსმენებისთვის, თუმცა როგორც ქართლის ამბები წერს, ერთ-ერთი ავტობუსის იატაკი კოროზირებული აღმოჩნდა. სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. მათი განმარტებით მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დრომდე ტრანსპორტი არ არის, მერია ფულს ადმინისტრაციული კომფორტისთვის ხარჯავს. წლების განმავლობაში ეს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები, ანუ აიპები ეგრეთ წოდებული, ისე არსებობს, რომ არაფერი საქმიანობა მათი განხორციელებული არ ჩანს და ამ ფონზე არის ეს ალბათ დაუსაბუთებელი როგორც მინიმუმ და არამიზნობრივი ხარჯი, იმიტომ რომ ხედავთ, რომ არაფერში არ იყენებენ, გარდა იმისა, რომ იყენებენ მხოლოდ საარჩევნოდ, საკუთარი აგიტატორებისა და მხარდამჭერების დასატარებლად სხვადასხვა კამპანიებში და აქციებში, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ რუსული რეჟიმის ინტერესებს. რაც შეეხება მეორე მხარეს, უმნიშვნელოვანესი არის ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შესყიდვასაც ახდენენ ჩინეთიდან, რაც ხაზს უსვამს მათ პოლიტიკურ ხაზს. კიდევ ერთხელ, რამდენად ხარისხიანი არის ჩინური პროდუქცია, ჩვენ კარგად ვიცით ყველამ და მეორე არის ის, რამდენად მიზნობრივი არის ის დიდი კოლოსალური თანხები, რომელსაც იხდიან და მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის კიდევ არამიზნობრივ ხარჯებთან მიმართებაში ის, რომ ყოველწლიურად ზრდიან და ზრდიან ისეთ არასაჭირო ხარჯებს, როგორიც არის მივლინებები, როგორიც არის კვების ხარჯები, როგორიც არის რაღაცა სარესტორნო და სხვადასხვა მომსახურებები და ასე შემდეგ. ამიტომ ხელისუფლებების მხრიდან, რომელიც თავს არქმევს ხელისუფლებას, ამ ძალის მხრიდან არაფერი არ არის გასაკვირი. ჩვენ ყველა ნაბიჯზე ვხედავთ მათი მხრიდან იმას, რომ ისინი იტაცებენ სახელმწიფო რესურსებს და ამ შემთხვევაში უკვე ბიუჯეტის სერიოზულ მსუყე თანხებს. ოცნების როგორც მაღალი, ისე დაბალი რანგის მაღალჩინო ოცნებისთვის მთავარი მიზანი არის პირადი კეთილდღეობის მოწყობა, პირადი ასე ვთქვათ, კომფორტის ზონის მოწყობა, იქიდან გამომდინარე, რომ მოგესწრებათ როგორც მინისტრები მილიონიანი მანქანებით დადიან და არც ახლა არ არის გასაკვირი ის, რომ რაღაცა პირადი კეთილდღეობისთვის სამარშრუტო ტაქსებს ყიდულობენ. ნუ ახლა თუ ვიღაცა შეგვედავება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს იქნება ფარსი იქიდან გამომდინარე, მათ რომ ბავშვები ადარდებდეთ და ახალგაზრდები ადარდებდეთ, ელემენტარულად წამალს მაინც შემოიტანდნენ და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდნენ ახალგაზრდებს და ბავშვებს. ან პენსიას მაინც გაძლევდნენ. როგორც ხედავთ, ოცნებისთვის პირადი კომფორტისთვის ფული აქვთ და პენსიის გასაზრდელი ფული არასოდეს არ არსებობს ბიუჯეტში. არის მარშრუტკების და ავტომობილების ფული, თუმცა არ არსებობს წამლის საყიდელი ფული, რომელიც რამდენიმე ხნით მაინც გაუხანგრძლივებს ახალგაზრდებს და ბავშვებს სიცოცხლეს. მერიის პრესამსახურში თრიალეთ სიტყვიერად განუმარტეს, რომ ტრანსპორტი აიპებისთვისაა განკუთვნილი, კერძოდ სპორტის სააგენტოსთვის და საფეხბურთო სკოლისთვის, რომელიც ბავშვებს ტურნირების დროს მოემსახურება. გასულ წელს შეძენილ ტრანსპორტთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხობენ, რომ არსებული ტრანსპორტი საკმარისი არ იყო და საჭირო გახდა დამატება.